მრავალია ტრამპის პოლიტიკა, რას უნდა ველოდოთ პარასკევს მომხდარის შემდეგ ამერიკის პრეზიდენტისგან. შეაჩერებს უკრაინის დახმარებას თუ გააგრძელებს, დაუბრუნდება შეთანხმებას მინერალებზე თუ არა, რა შემთხვევაში მოხდება ეს, თუ კი ევროპა ითავებს უკრაინის ხმელეთის და ცის დაცვას, დაეხმარება თუ არა ევროპას ამერიკა. ამაზე ჯერ არც პასუხები არსებობს, არც პროგნოზები. პროგნოზირება შეუძლებელია, ამბობენ ხოლმე ამ კითხვების პასუხად პოლიტიკის კომენტატორები. საერთაშორისო მედიის ჰედლაინებიც არაერთგვაროვანია, გაგაცნობთ რამდენიმეს, მაგალითად გარდიანი წერს, რომ დიპლომატია კვდება პირდაპირ ეთერში, როდესაც ტრამპი და ვენსი ერთიანდებიან, რათა დაჩაგრონ უკრაინის ლიდერი. Wall Street Journal-ის ათაური ასეთია, ტრამპი და ზელენსკი ორივე განიცდის წარუმატებლობას ოვალური კაბინეტის სკანდალის შემდეგ. Bloomberg-ი წერს, ზელენსკის დაპირისპირება ტრამპთან მოკავშირეებს კატასტროფის წინაშე აყენებს. საინტერესო იყო გერმანული შპიგელის დასათაურებაც, მოქმედებს ჯუნგლების კანონი და იქ ვკითხულობთ ტრამპსა და ზელენსკის შორის სკანდალი აჩვენებს, რომ ცხოვრობთ ახალ სამყაროში და Fox-ი, რომელიც მიუთითებს, რომ ზელენსკი უკრაინიდან ფიქრობდა, რომ მაგარი ბიჭი გამოჩნდებოდა, მან მიიღო გზავნილი ტრამპისგან და ვენსისგან. ზელენსკის ეგონა, რომ ვაშინგტონში კიდევ ერთ ჩეკს მიიღებდა, ეს იყო შეცდომა. Აქ ვთქვა, CNN-ი აქვეყნებს უკვე 5 საკვანძო ეპიზოდს ბოლო 3 დღის განმავლობაში. პირველი ცხადი არის ზელენსკი-ტრამპის შეტაკება, მეორე ეს არის ევროპის ნაბიჯი წინ, მესამე ცეცხლის შეწყვეტის ახალი გეგმა, მეოთხე ამერიკის მხარდაჭერა, რომ ჯერ კიდევ საჭიროა და მეხუთე პუტინის გამარჯვება. აქ ეს მოიცავს უკვე კრემლის სიხარულს ოვალურ კაბინეტში მომხდარის შემდეგ. აქ წერენ, რომ პუტინის გარემოცვა ახლა უკვე ტრამპი პუტინის შეხვედრის სამიტის მოლოდინში. მეორე და მესამე პუნქტი ევროპას და ლონდონის სამიტს უკავშირდება, რაზეც უკვე გიამბეთ, ამიტომ ამაზე აღარ შევჩერდებით. დავიწყოთ ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ვთქვათ, რა იყო ახალი დღეს ვაშინგტონიდან. ოვალური კაბინეტის სკანდალის შემდეგ, როგორც ირკვევა, ვაშინგტონსა და კიევს შორის პრეზიდენტების დონეზე არ შემდგარა არანაირი კონტაქტი. ABC-ის ეთერში სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს კითხეს, ესაუბრა თუ არა პარასკევის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის, რაზეც პასუხი ასეთია, პარასკევის შემდეგ მასთან არანაირი კონტაქტი არ მქონია, თუმცა ჩვენ მასთან უამრავი კონტაქტი ჰქონდა და ვნახოთ რა მოხდება მომავალში. კიდევ ერთი კითხვა იყო საინტერესო, რატომ შეიძლება რომ პრეზიდენტ ზელენსკის დიქტატორი უწოდო, ხოლო როგორც თქვენ ამბობთ, არ მოიხსენიოს სხვადასხვა ეპითეტით პუტინი. რუბიოს პასუხი ასეთია, ჩვენ 3 წლის განმავლობაში ვლადიმერ პუტინს მოვიხსენიებდით სხვადასხვა ეპითეტით, ამაში არ არის საქმე, ახლა ჩვენ ვცდილობთ, რომ რუსები მოლაპარაკების მაგიდასთან დავსვათ. ჩვენ 3 წლის განმავლობაში ვლადიმერ პუტინს მოვიხსენიებდით სხვადასხვა ეპითეტებით. ამაში არ არის საქმე. ახლა ჩვენ ვცდილობთ, რომ რუსები მოლაპარაკების მაგიდასთან მივიყვანოთ. არავის აქვს პრეტენზია, რომ პუტინი წელს ნობელის მშვიდობის პრემიას მიიღებს. საუბარია იმაზე, გავარკვიოთ, არის თუ არა გზა მათ ომის შეწყვეტონ. რუბიომ ძირითადად გაიმეორა ის, რაც თქვა შეხვედრის შემდეგ ტრამპმა, ამ განცხადებაში მაშინ ეწერა, შეუძლია მაშინ დაბრუნდეს, როდესაც მშვიდობისთვის იქნება მზად, ეს ცხადია მიემართებოდა ზელენსკის. რა აზრი აქვს ეკონომიკურ შეთანხმებას, თუ კი ის გაუქმდება, თუ ზელენსკის ბრძოლის გაგრძელება სურს. ასე თქვა სკოტ ბესენტმა, ამერიკის სახაზინო მდივანმა. მან განაცხადა, რომ მინერალებზე შეთანხმება ამჟამად არ განეხილება. ზელენსკის უბრალოდ ხელი უნდა მოეწერა, მან კი ეს ჩაშალა, თქვა ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა. არ ვიცი, რას ფიქრობდა პრეზიდენტი ზელენსკი. ორშაბათს ჰქონდა შესანიშნავი შეხვედრა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან. ხუთშაბათს ფანტასტიკური შეხვედრა პრემიერ-მინისტრ კիր სტარმერთან. ყველა მხარი დაუჭირა სამშვიდობო შეთანხმების წინსვლას. ზელენსკი მხოლოდ უნდა შემოსულიყო და ხელი მოეწერა ამ ეკონომიკური შეთანხმებისთვის, რომელიც კიდევ ერთხელ დაადასტურებდა უკრაინელ და ამერიკელ ხალხს შორის სრულ ერთიანობას. მაგრამ მან გადაწყვიტა ამ ყველაფრის ჩაშლა. მოლაპარაკებები შეთანხმებაზე ჯერ არ გაგრძელდება. სურს თუ არა ზელენსკის შეთანხმების გაფორმება. CNN-ის მიხედვით, უკრაინა ამისთვის მზად იყო პარასკევსვე, მოლაპარაკებებისთვის. CNN-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ როდესაც თეთრ სახლში შეხვედრის საჯარო ნაწილი ტრამპსა და ზელენსკის შორის დასრულდა, დონალდ ტრამპი თავის მრჩევლებთან ერთად ცალკე ოთახში გავიდა. კონსულტაციების შემდეგ ჩამოაყალიბა პოზიცია, რომ ზელენსკი არ იყო მზად მოლაპარაკებებისთვის. უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველს მაიკლ ვოლს დაევალა უკრაინელებისთვის გადაეცა ეს გზავნილი, რომ მათ უნდა დაეტოვებინათ თეთრი სახლი. თეთრი სახლის პრესპიკერმა CNN-ს უთხრა, რომ უკრაინელებს სურდათ მოლაპარაკებების გაგრძელება, მაგრამ ამერიკელებმა თავი შეიკავეს და შემდეგ უკვე ნახეთ კადრი, სადაც ჩანს, რომ ზელენსკიმ დატოვა თეთრი სახლი. უკრაინის პრეზიდენტი აქედან რამდენიმე საათში უკვე Fox-ის ეთერში იჯდა. ეს ინტერვიუ დაახლოებით 23 წუთს გაგრძელდა. წამყვანის პირველი კითხვა იყო, ფიქრობს თუ არა ზელენსკი, რომ ბოდიში აქვს მოსახდელი ტრამპისთვის. ინტერვიუს მსვლელობისას ზელენსკის ბოდიში არ მოუხდია, თუმცა მან თქვა, რომ წუხს მომხდარის გამო განაცხადა, რომ დარწმუნებულია უკრაინა ამერიკის ურთიერთობების გადარჩენა შესაძლებელია.
think that we have to be very open and very მე honest. ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ღია და ძალიან გულწრფელი. და მე არ ვარ დარწმუნებული, რომ რაღაც ცუდი გავაკეთებ. ეს ურთიერთობა ცდება ორ პრეზიდენტს. ეს ისტორიული ურთიერთობაა, ძლიერი კავშირები ჩვენს ხალხებს შორის და ამიტომაც მე ყოველთვის ვიწყებ. თქვენი ხალხისთვის მადლობის გადახდით ჩვენი ხალხისგან. რა თქმა უნდა, მადლობელი ვართ პრეზიდენტის და რა თქმა უნდა კონგრესის, მაგრამ უწინარეს ყოვლისა, თქვენი ხალხის. ჩვენ ისე ძალიან გვინდოდა გქონოდა ეს ძლიერი კავშირები. ჩვენ ეს გვექნება. ჩვენ მადლიერები ვართ და ვწუხვართ ამის გამო. Be fair. We have to be very ბრეტ ბაიერმა ზელენსკის ასევე კითხა იზიარებს თუ არა სენატორ კრის მერფის პოზიციას და ფიქრობს თუ არა რომ ოვალურ ოფისში მომხდარი კონფრონტაცია წინასწარ იყო დაგეგმილი. მოდი მოვისმინოთ ეს შეკითხვაც და პასუხიც. Do you think the confrontation in the Oval Office today was pre-planned, like Senator Murphy suggests? I don't know. You don't know. You think maybe? I don't know. No. I don't. I mean, I don't know about it. I think no. I think it was just a really tough situation because we've been very open, very direct. ზელენსკის ასევე კითხეს ლინდსი გრემის პოზიციაზე. უკრაინის მხარდაჭერით გამორჩეული გრემი ოვალურ ოფისში დაპირისპირების შემდეგ პირველი იყო, ვინც ამ ამბავს გამოეხმაურა. სრულად დაუჭირა მხარი მან დონალდ ტრამპს. ზელენსკიზე კითხვა, რომ ის ან უნდა გადადგეს, ან შეიცვალოს. ამას ზელენსკიმ ახლახანს კიდევ ერთხელ უკვე ბრიტანეთიდან უპასუხა, რომ ლინდსი გრემს მისცემს უკრაინის მოქალაქეობას და ამის შემდეგ მას ექნება საშუალება მიიღოს მონაწილეობა უკრაინის არჩევნებში. რესპუბლიკელები ძირითადად მხარს უჭერდნენ ტრამპის პოზიციებს. განსხვავებული იყო ლიზა მუკოვსკის პოზიცია. მან ასეთი რამ დაწერა: "ვწუხვარ, რადგან როგორც ჩანს, ადმინისტრაცია შორდება ჩვენს მოკავშირეებს და ემხრობა პუტინს, რომელიც საფრთხეს უქმნის დემოკრატიას და ამერიკის ღირებულებებს მთელ მსოფლიოში." ცხადია, ტრამპს აკრიტიკებდნენ დემოკრატები, იყო დემონსტრაციებიც, ასობით ადამიანი შეიკრიბა ნიუ-იორკში, ლოს-ანჯელესში, ბოსტონში. ასევე შტატი ვერმონტი მოექცა ყურადღების ცენტრში, სადაც დახვდნენ ჯეიდი ვენს, ვიცე-პრეზიდენტს. აქ იყო ასეთი ტრანსპარანტიც, წადი ისრიალე რუსეთში. Make sure you get this song. Thank you. Keep recording. In our state, no genocide, no hate. No fascist schemes in our state, no genocide, no hate. უკრაინის მხარდამჭერი აქციები გაიმართა ევროპაშიც, მილანში, ბრიუსელში, ლონდონში და კრაკოვში. ახლა ვთქვათ, როგორი იყო გამოხმაურება უკრაინაში. ყურადღება მიიქცია პეტრო პოროშენკოს კომენტარმა. ზოგი ელოდა, რომ ზელენსკის გავაკრიტიკებდი, მაგრამ არა. თქვა ოპოზიციონერმა პოლო პოროშენკომ, რომელიც სანქცირებული ყავს სხვათა შორის ზელენსკის, მას ერთ-ერთ მთავარ კონკურენტადაც განიხილავენ. Це відносини ქვეყნის двох ნახევარმა თვალი ვერ მოხუჭა გუშინდელი ვაშინგტონის ვიდეოს შემდეგ. ყველანი უკრაინას გულშემატკივრობდით და ახლა ყველას ერთი კითხვა აქვს: რა უნდა გაკეთდეს შემდეგ? ზოგი ელოდა, რომ ზელენსკის გავაკრიტიკებდი, მაგრამ არა, კრიტიკა არ იქნება, რადგან ახლა ეს არ არის ის, რაც ქვეყანას სჭირდება. გავხსნი რამდენიმე თეზის საქ უკრაინის სამხრეთის დამცველ ბრიგადებთან ერთად. დღეს მათ დახმარება ჩამოვუტანეთ, რომელიც ადრე გავაფორმეთ. რაც არ უნდა მოხდეს, უკრაინის არმიის გაძლიერება უნდა გაგრძელდეს. країна потребує єдності. მედი ავრცელებს უკრაინიდან ჯარისკაცების გამოხმაურებებსაც. ერთ-ერთი სამხედრო ამბობს, რომ ბევრმა პოლიტიკოსმარს კი იცის რა ხდება ადგილზე, მაგრამ აქვე ამბობენ, რომ ამერიკის დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია. Кожен має займатися своєю справою. Моя справа ყველამ თავის საქმეს უნდა მიხედოს. ჩემი საქმეა მტრის განადგურება ჩემს ბიჭებთან ერთად. პოლიტიკოსების საქმეა ვიზიტები და მოლაპარაკება, რათა გქონდეს ის, რაც გვჭირდება მტრის გასანადგურებლად. მე მხარს ვუჭერ ჩვენს უმაღლეს მთავარსარდალს. ბევრმა პოლიტიკოსმა არც კი იცის, რა ხდება აქ. სწორედ ესაა კონფლიქტის მიზეზი. що ეს კომენტარები გავრცელა ევრონიუს ჯორჯია. ახლა თქვათ, როგორი იყო გამოხმაურება მოსკოვში. იმავე დღეს დაწერა კრემლის მრჩეველმა კირილ დიმიტრიევმა, რომ ეს ისტორიული ამბავია. მედვედევმა სიხარული გამოხატა ფრაზით, ზელენსკის თეთრ სახლში ძლიერი სილა გააწმეს. და კრემლის სპიკერი ზახაროვა დაწერა, რომ ტრამპმა და ვენსმა საოცარი თავშეკავება გამოიჩინეს, რომ ზელენსკის იქვე არ ჩააზილეს, ეს მისი სიტყვა. რა რეაქცია იყო ევროპაში? ჩვენ მეტწილად ნახეთ მხარდაჭერა ზელენსკისადმი, თავშეკავება ან კრიტიკა ტრამპისადმი. ევროპის ქვეყნების გამოხმაურებების შესახებ უკვე იცით. მათ ეს გზავნილები გაიმეორეს ლონდონშიც ამ შაბათ-კვირას. მათ შორის არის ცხადია დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ესპანეთი, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნები, კანადა, თურქეთი და ასე შემდეგ.
ბოლოს მივუბრუნდეთ თავარ სცენას. ზელენსკი თეთრ სახლში მევიდა პარასკევს დღის მეორე ნახევარში. პირველივე წუთებიდან იგრძნობოდა, რომ ეს არ იყო მაინც და მაინც ისეთივე მეგობრული შეხვედრა, როგორც მაკრონთან ან სტარმერთან. დახვედრისას ღიმილიც და ხელის ჩამორთმევაც დასრულდა მალე. შემდეგ უკვე გადაინაცვლეს ოვალურ კაბინეტში, სადაც შედგა შეხვედრა მედიასთან. ეს შეხვედრა გაგრძელდა იმაზე გაცილებით მეტ ხანს, ვიდრე ეს იყო ფრანგ ან ბრიტანელ კოლეგებთან. თითქმის 50 წუთის განმავლობაში მრავალჯერ ახსენა ზელენსკიმ, რომ მას სჭირდება უსაფრთხოების გარანტიები, რომ რუსეთი შეიჭრა უკრაინის ტერიტორიაზე, რომ პუტინს მრავალგზის მოუტყუებია ევროპელებიც და ამერიკელებიც, 25ჯერ აქვს დარღვეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წარსულში გაფორმებული შეთანხმება. ის ასევე გამოეხმაურა ევროპის და ამერიკის დახმარების თანაფარდობას. ტრამპი ამბობდა, რომ გაცილებით ცოტაა ევროპელების დახმარება, ვიდრე ვაშინგტონის. ეს პრინციპში ერთადერთი ეპიზოდი იყო, სადაც ზელენსკი მოახერხა ხუმრობაში გადაეტანა მისი სამჯერ ნათქვამი პასუხი არა. Our friends and they are our very supportive partners. They really gave a lot, Mr. President. They did. They gave a lot, but they gave much less. No. Much less. No. 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 Okay. 30 წუთის განმავლობაში მეტნაკლებად ნორმალურად გრძელდებოდა ეს პრესკონფერენცია. 40 წუთიდან კი სიტყვას ითხოვს ჯეი დი ვენსი. ის საუბრობს დიპლომატიაზე, აქ სვამს კითხვას ზელენსკი მრავალჯერ სიტყვის გამტეხ პუტინთან, რა დიპლომატიაზე არის საუბარი და ეს კამათი მოკლედ უკვე ბოლო დაახლოებით 9 წუთის განმავლობაში გრძელდება. არა და მანამდე ტრამპი სხვათა შორის აქ ამბობს, რომ ეს ბოლო შეკითხვაა და უნდა დასრულებული იყო დაახლოებით 40 წუთისთვის. აი ეს კამათი ამ კამათის მოსმენის შემდეგ ალბათ ბევრის ემოცია გააერთიანა ჟურნალისტმა კრისტიან ამანპურმა, ისაც აქამდე არასოდეს მიინახავს, ამბობს გაოცებული ჟურნალისტი. Have you said thank you once this entire meeting? No, in this entire meeting, have you said thank you? You went to Pennsylvania and campaigned for the opposition in October. Offer some words of appreciation for the United States of America and the president who's trying to save your country. Never in the history of modern diplomacy, war, peace, whatever, have I ever seen anything like it.